საქართველოს კრემლის რუხი ფლოტისთვის უსაფრთხო დერეფნად ყალიბდება მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა. ნოვოროსიისკიდან სანქცირებული რუსული ნავთობი დატვირთული ტანკერი ფოთის პორტში შეუფერხებლად შევიდა და საწვავით გადმოიტვირთა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ხომალდი, რომელიც უკრაინის მიერ სანქცირებული ხომალდების სიაშია, დროშებსა და სახელებს სისტემატურად იცვლის. მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროს პოზიციისა, რომ ისინი სასანქციო რეჟიმს არ არღვევენ, საგამოძიებო მასალებით გინდება, რომ საქმეში ოფშორული კომპანიები, ფიქტურ მისამართებზე დარეგისტრირებული ბიზნესი და გაუჩინარებული დირექტორები ფიგურირებენ. ვინ მფარველობს რუსულ სანქცირებულ საწვავს საქართველოს პორტებში და რა როლს თამაშობს ოცნების მთავრობა კრემლის საზღვაო ქსელში. თამარ დემეტრაშვილმა უფრო მეტი იცის ამ თემის შესახებ. თამარ, გისმენთ. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ საეჭვო წარმომავლობის ტანკერი ტარინ ივი ქვეყნის მთავარ ნავსადგურში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და საწვავით დაცალა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნოვოროსიისკის პორტიდან შემოვიდა. მას სახელწოდება და დროშა, რომლის ქვეშაც დაცურავს, რამდენჯერმე აქვს შეცვლილი, რაც მნიშვნელოვან საეჭვო გარემოებას წარმოადგენს. თავდაპირველი რუსული სახელწოდება ნაროდნი მოსტი გემმა 2018 წელს შეიცვალა, 2006 წლიდან კი სახელიც და დროშაც კიდევ ერთხელ შეიცვალა და ახლა ტარინ ივის სახელით ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავს. ნავთობპროდუქტი, რომელიც გემმა ჩამოიტანა, ოფშორში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის შვილობილ ავრა შიფინგს ეკუთვნის, თუმცა ფორმულამ კომპანიის მფლობელთან ზურაბ უზნაძესთან დაკავშირების მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო. ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებები ქვეყნის რეპუტაციას ძირს უთხრის და მოუწყლად ხსნის საერთაშორისო სანქციების მიმართ. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას ურტყამს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს ტერიტორიას იყენებს სხვადასხვა სახის მულტინაციონალური და ტრანსნაციონალური კრიმინალური, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებისთვის და გარიგებებისთვის და ძალიან ცუდია მიეწყო რუსული ნავთობის გადამუშავება და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ასე ვთქვათ, სანქციების, ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრა, ხო? იყო კიდე ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები სხვადასხვა კომპანიების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან აი ჩრდილოვანი ფლოტის, ასე ვთქვათ, საქმიანობაში. ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი მოქმედებები, რადგანაც მათ მიტაცებული აქვს ეს სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს მთელი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ყველანაირ რეპუტაციაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საშიშ ზღვარზე ვიმყოფებით. ფორმულას ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად უპასუხა, რომ სანქცირებული გემები საქართველოში არ შემოდიან, თუმცა კონკრეტულად ამ გემის შემთხვევაში მის გარშემო არსებულ ბუნდოვანებას და გემის გაურკვეველ ფლობელს უწყება ყურადღებას არ აქცევს. მათ ასევე არ მიაქციეს ყურადღება იმ საეჭვო გემებსაც, რომლებსაც ნავთობი ყულევის ნავსადგურში შემოქონდათ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის. საბოლოოდ კი ეს ქარხანა სწორედ რუსული სანქცირებული ნავთობის მოხმარებისთვის დასანქცირდა. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ გემი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში ჩვეულებრივ რეჟიმში ოპერირებს და არ წარმოადგენს სანქცირებულ ან ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტს. აღნიშნულმა გემმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულ გემს საქართველოში შემოსვლამდე ამოწმებს მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ გემი ან მასთან დაკავშირებული პირები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ასეთ გემს საქართველოს ნავსადგურებში ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა. Tam საერთო უარყოფის კამპანიის ფონზე საინტერესოდ გამოიყურება თავად ყულევის ქარხნის განცხადება, რომელშიც ისინი ნედლეულის მომწოდებლის დივერსიფიკაციის დაწყებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს კი არაპირდაპირ გზით სწორედ იმის აღიარებაა, რომ ქარხანა აქამდე სწორედ სანქცირებულ ნავთობს მოიხმარდა. თუ კი რა თქმა უნდა ქარხანა საერთოდ დამუშავებულია, რადგან კითხვები მის სრულფასოვან ნამოქმედებასთან დაკავშირებით ჯერ ისევ არსებობს. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციათა 21 პაკეტში მოახვედრა, რომელიც ძალაში 6 თვის შემდეგ შევა. მანამდე კი ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება ნავსადგურში საეჭვო გემების მოძრაობის შესახებ. მაშინაც ქართული ოცნება სანქცირებულ პროდუქტებთან, ნავთობპროდუქტებთან ქართული ქარხნის კავშირს კატეგორიულად უარყოფდა.